ჩემი ცხოვრება შეიცვალა და გაიყო იმის მერე ორ ნაწილად. აი წარმოვიდგენიათ ეს სიტუაცია, რომ ერთ საათში იქამდე გიცვლებათ მდგომარეობა და ხასიათი, რომ ტირი ხართ, იცინი ხართ და მე რაღაც მომენტში აი ეკრანის ჩახუთება რო გინდათ. ამიტომ მინდა თქვენც მოგიყვეთ ჩემი სამი საყვარელი დორამა, რომელიც ადამიანებს მეკითხება რა ვუყურო, აი ამ სამს ვურჩევ აუცილებლად. პირველი, ეს არის ჩემი პირველი დორამა, რის მერე დაიწყო ეს ყველაფერი და ეს არის პენტჰაუსი. სულ არის სადღაც 48 სერია და ეს არის სიგიჟე. მე ვიძინებდი და გავათენე მახსოვს 3 თუ 4 გადაბმულად დღე და ღამე და ისე მინდოდა ბოლომდე მეყურებინა ეს სერიალი ეგრევე, იმიტომ რომ ძალიან დაძაბული სიუჟეტია, ძალიან ბევრი ინტრიგა არის, მოკლედ ძალიან საინტერესოა. მეორე დორამა არის ისეთი, რომელიც ჩემი აზრით, თუ ხართ ისეთი ადამიანი, რომელიც ნაკლებად მგრძნობიარე ხართ, დამიჯერეთ ამ დორამის მერე რაღაცა გაიღვიძება თქვენში და თუ მგზნობიარი ხართ, მოიმზადეთ ტირილისთვის და გათენებული ღამისთვის ხომ მithumetes. ეს დორამა თვითონ არის დაფუძნებული ჩინო რომანზე, მაგრამ იქამდე კარგი და მაგარი სერიალი გამოვიდა კორეელებს, რომ თვითონ ის მსახიობები, რომელთაც იქ თამაშობენ, თვლიან, რომ ეს პროექტი იყო ერთ-ერთი მთავარი და დღემდე რჩება მთავარი პროექტად. და ეს დორამა არის ალისფერი გულები კორეო. და მესამე ადგილზე დავასახელებ იმ დორამას, რომელიც ბოლო დღეებში ვუყურე, ზუსტად 2025 წლის გამოსულია და ეს არის Mr. X-ი, ყველაზე მისტიური და ყველაზე განსხვავებული ჟანრის დორამა გამოვიდათ. ნუ იმაზე ხარ ვილაპარაკებ, რომ უკვე ჩემი საყვარელი ვიღაც მსახიობებიც თამაშობენ ამ დორამაში და 2025 წლის ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო დორამებში შევა დარწმუნებული ვარ ეს. მოკლედ, თუ დორამა არ გაქვთ ნანახი, შეიძლება ვერ მიხვდეთ, რატო ეგრე ემოციურად ლაპარაკობ, იმიტომ რომ გუშინ ღამე და გუშინ წინაც ღამე ზუსტად მაგის გამო მაქვს გათენებული, რომ კიდევ უყურებდი რაღაცეებს. თუ უყურებთ ჩემნაირად დორამებს, დარწმუნებული ვარ, ხვდებით რა ემოციებშიც ვარ და რამდენად იწევს დამოკიდებულებას. თუ არ გაქვთ ნაყურები, აუცილებლად უყურეთ და დაიწყეთ აი ამ სამ დორამიდან. და თუ გაქვთ ნანახი და იცით ისეთი დორამები, რის მერე აი ეგეთი რამოდენიმე დღე რომ დამჭირდეს იმისთვის, რომ მოვიდე გონს, აუცილებლად დამეწერეთ კომენტარებში.